ინდონეზიაში 3 რუსი ინჟინერის ცხედარი იპოვეს. დაღუპულები ინდონეზიის საჰაერო სამხედრო ძალების ავიაბაზა სულთან ჰასანუდინზე მუშაობდნენ. მათი გვამები ქალაქ მაკასარში ავიაბაზის კუთვნილ ბინაში აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით სახელდება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გვამების ექსპერტიზის შემდეგ გამოქვეყნდება. ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ ინჟინერების დაღუპვა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფით და რაისახება. კიდევ ერთი ირანელი დიპლომატი ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ფარზად ფარჰანჯანი, რომელიც ბელგიაში ირანის საელჩოში პრესატაშად მუშაობდა, ნორვეგიაში გადავიდა, სადაც თავშესაფარს ითხოვს. მანამდე კი ფინეთში ირანის საელჩოს დიპლომატმა ჰოსეინ ალიზადემ პოლიტიკური თავშესაფარი ფინეთის მთავრობას თხოვა. დიპლომატები აცხადებენ, რომ ძალიან მალე მათ სხვებიც მიბაძავენ. ფარზად ფარჰანჯანი საკუთარ მოსახლეობას ირანის დიქტატორული რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდებს. დიპლომატი ირანულ ოპოზიციასთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. ირანის ხელისუფლება დიპლომატების ქმედებაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. ისრაელსა და პალესტინას შორის კი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ლიდერ მაჰმუდ აბას შორის გაიმართა. ორმხრივ მოლაპარაკებაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯორჯ მიჩელიც მონაწილეობდნენ. მოლაპარაკების მთავარი თემა დასავლეთ სანაპიროს სადავო ტერიტორიაზე ახალი გადასახლებების მშენებლობა გახლდათ. სამშენებლო სამუშაოები 10 თვიანი მორატორიუმის შედეგად შეჩერდა. თუმცა ვადა 26 სექტემბერს იწურება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე განაცხადა, რომ მზად არის მორატორიუმის დამთავრების შემდეგ კომპრომისული ვარიანტები განიხილოს. მორატორიუმის გაგრძელებას ობამას ადმინისტრაციაც უჭერს მხარს. ჰილარი კლინტონის განცხადებით, პრობლემის გადასაწყვეტად ორივე მხარის ძალისხმევაა საჭირო. ესპანეთში სეპარატისტულ ორგანიზაცია ეტაში გაწევრიანების მსურველი 9 პირი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები სამოქალაქო ორგანიზაცია ესკინის წევრები იყვნენ და ბასკებთან თანამშრომლობდნენ. ესპანეთის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით ორგანიზაცია ესკინი ქვეყანაში უკანონო ფორმირებად ითვლება. დაკავებულებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. ოპრა უინფრიმ საკუთარი შოუს 25 სეზონი დაახურა. წამყვანი ერთგულ მაყურებელს ყოველთვის აუცებდა ტრადიცია, არც ამჯერად დაურღვევია. გადაცემის სტუმრები მან ავსტრალიაში საგზური დააჯილდოვა. დარბაზში მყოფთაგან საჩუქარი ყველამ სხვადასხვა ემოციით მიიღო. ოპრამ სტუდიაში იმიტირებული თვითმფრინავიც გამოიყვანა, რომელსაც მსახიობი ჯონ ტრაvolta მართავდა. გადაცემის დასრულებამდე კი ტრაvoltam და უინფრიმ ტელედარბაზში მყოფი მაყურებლისთვისაც იცეკვეს. ლეგენდარული წამყვანი დეკემბერში სიდნეის ოპერაში დიდ შოუს გამართავს და საზოგადოების წინაშე ერთგულ მაყურებელთან ერთად წარსდგება.